ყოჩა, ბექა, ყოჩა. შენ ეს კიდევ შეძელი. კვლავ არხი გამიტეხეს, მაგრამ ამჯერად მეორე არხი. და მოგიყვებით როგორ მოხდა. ინტროს მუსიკა. დღევანდელი ვიდეოს სპონსორია Elite Mobi. ორიგინალი ტელეფონები ამერიკიდან ყველაზე დაბალ ფასად. სალამი სასტავ, როგორ ბრძანდებით? ყურსას მემინათ მინდა, არ ვიცი. დაგიბრუნდით მომდევნო ვიდეოთი, როგორც მეკითხეთ, განსხვავებული ვიდეო არის ეს. მეორე არხი გაგვიტეხეს Slender BM Drive და 1,000,000%-ით ჩემი ბრალი იყო ეს. ვიცი, ხო? კაი, ნუ მიყვებით კომენტარებში, ჩემი ბრალია. მოგეთ როგორ მოხდა რა? სპონსორობა იცით რომ ჭირს გეიმინგ არხებზე დღესდღეობით. მიუხედავად იმისა, რომ 194,000 გამომწერი მყავს უკვე, რისთვისაც უღრმესი მადლობა. სპონსორობა ჭირს რა და ყველანაირ მეილს აქცევ ყურადღებას ადამიანი. ნუ უმეტესობა ძალიან ჰგავს სკამს და იცი რომ უეჭველი თაღლითობაა და უეჭველი რაღაცა მოგივა მაგის ლინკებზე ან რაღაც მაგ მეილზე რომ გადახვიდე, საერთოდ მეილის გახსნაც გეშინია და ეგრევე შლი, მაგრამ არის რაღაცა და ლეგიტიმური სავით რო არის, მაგალითად VPN-ები და ესენი და ესენი. Samsung Group-ი მაგალითად, დიახ, დიდი ამბიციები მაქვს რომ Samsung Group-ი დამიკავშირდება მე როგორც ჩანს და ხო რა, ეგ შეცდომა დაუშვი სავარაუდოდ რომ მაგ Samsung Group-ის ლინკზეც გადავედი. Samsung Group.com მქონდა მეილი რა და ანუ ლეგიტიმური Samsung-ის ბროშურას გავდა და ანუ საიტი ჰქონდათ რომელიც ლინკზეც არ გადავედი და ცალკე ჩავწერე ეგ საიტი, გახსნა როგორც Samsung-ის საიტი, ანუ კლონი იყო Samsung-ის რა, წარმოიდგინეთ და თავს ტყუილა ვიმართლებ უკაცრავად. დიახ, ჩემი ბრალია. არ უნდა მექნა ბექა ბანძი ხარ. მოკლედ. და შევა იქნება ჩემგან რომ არანაირი კითხვის ნიშანს რო ბადებს ოდნავ მაინც ეგეთ მეილებზე არ გადახვიდეთ კოლეგებო, პატარა კრეატორებო თუ დიდო კრეატორებო, უეჭველი რაღაცას იზავენ. მე მაგათი ფაილიც გადმოვწერე, ხო, ფაილი გადმოვწერე WinRAR-ით, ეწერა ბრიფი და მთელი ამბებიო და მასალები და რაზეც უნდა ილაპარაკო, თუ დაგვთანხმდით სპონსორობაზეო და კაროჩე რა. ხო, ეგ შეცდომას დაუშვი, დიახ. ჩემი ბრალია ვაღიარებ, ჩემი ბრალია 100%-ით არანაირი გამართლება არ მაქვს. ვერ ვისწავლე ჭკუა უკვე მეორედ. მესამეთი მედია აღარ მომიაგეთ რაღაც. მაგრამ თუღაც გონია რომ მომივა რამდენიმე წელიწადში წლები მაშორებს რა მაგ თემებს. ხო, კიდე რა, მეტი არაფერი. ველოდებით როდის გაიხსნება ჩვენი არხი, ან თვითონ როდის მექნება ჩემს არხზე, ხა დაბლოკეს დროებით, იმიტომ რომ რაღაც სტრიმი იყო გაშვებული XRP რაღაც კრიპტოვალუტაზე როგორც იციან ხოლმე. ეს ორი დღე მეილებს დავწერ, უკავშირდები საპორტს, ესა ისე ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდე მეორე არხზე, რაც კი მქონდა, რაც კი გავიხსენე და თარიღები ყველა ვაფშე ყველაფერი რა. როდის შეიქმნა, როდის დაიდო ბოლო ვიდეო, რა ერქვა ბოლო ვიდეოს და მოკლედ ყველაფერი. ხო და სავარაუდოდ დამბრუნებენ არის უბრალოდ დროის ამბავი არის, ეგ დროებით გათიშეს ეგ არხი, თვითონაც მითხრეს რომ დაუბლოკეთ არხით დროებითო რომ მეტი არაფერი გაეკეთებინათ ისეთიო, ანუ ისედაც არ შეიძლება მგონი კრიპტოსტრიმების გაკეთება როგორც ვიცი, ასე რომ ასე დამგვარად ველოდებით მოკლედ ჩვენი მეორე არხის გახსნას. Subaru-საც შეეხება, Subaru-ს ნაწილს ველოდებით, ფარებს ველოდებით უკანას, შემდეგი ვიდეო იქნება სავარაუდოდ უკანა ფარის მიყენებაზე, პლუს ქვემოდან უნდა შევხედოთ რაღაცეებს. Z-ის ღვენთვის მოგვარება მინდა და შეიძლება გამშვების სისტემის რაღაცაც მოვაგვაროთ. მოკლედ, აღდგება თუ არა არსებს თქმა, დავიწყებთ ისევ მეორე არსებს მუშაობას უბრალოდ ნაწილს ველოდები ახლა. პლუს სპოილერის მიყენებაც მინდა და მაგრამ არ გამოდის, იმიტომ რომ ძვირიღის. ძალიან ძვირიღის და სპონსორი არ ყავს შესაბამისი. Elite Mobi გვეხმარება კი რაღაც ნაწილებში, მაგრამ კონკრეტულ ბიუჯეტს გამოგიყოფს და არა 1000 ლარს ერთ სპოილერში, მოკლედ, ხო. რამეს ვიზავ. ვისაც სპოილერი აქვს ცოტა იაფად მითხარით. ჩემი ფინანსებით ვიყიდი, როგორმე. კაი. კიდე რა უნდა მეთქვა? ხო, რაც შეეხება ამ არხს, შემდეგი ვიდეო დაიდება რამდენიმე დღეში, ერთ-ორ დღეში წესით, ვნახოთ, როგორც მოვახერხებ, კახეთში გავუშვი ჩემები და შეიძლება მეც ვიარო აქეთ-იქით და დრო არ მქონდეს, მაგრამ რეგულარულად დაიდება აქაც ვიდეოები, არ ვანებებს თავს, როგორც ყოველთვის. მადლობა ყველას, ვინც მომწერა და ვინც გამაფრთხილა, რომ არ იქა შენს არხზე სტრიმი გაშვებულიაო რაღაცაო, საერთოდ შეუცვალეს სახელი და მოკლედ, როგორც შვებიან ხოლმე რა. იმედია მანდან მონეტიზაცია მე დამეწერება. როგორც წინაზე. კარგად დამიწერა წინაზე მონეტიზაცია მაგათი სტრიმი რა იყო გაშვებული. შემდეგი ვიდეო ამ არხზე მინდა იყოს Star Citizen-ი, გავიხსენოთ Star Citizen-ი, თავზესაც ჩავითრევ წესით. წინაზე ვინც ყავდა Star Citizen-ის ვიდეოებში და ვისთან ერთადაც ვთამაშობდით საინტერესო რაღაცებს გვაკეთებინებ და ასე ვთქვათ და ვისაც გინდათ ეგ თამაში უეჭველი დაიდება, კონთ არ ვიცოდი, შეიძლება შემდეგი იყოს ეგ ვიდეო ან შემდეგი. და ხო. კიდე რა მაქვს სათქმელი. კოლეგებო, მოვიწოდეთ კოლეგებო. არ გაიმეოროთ ჩემი შეცდომა. მაინც ჩამithრეს, ხო ხედავთ არა?
დებილი ვარ, ვიცი, არა უშავს ხდება ხოლმე. თავარია აღვადგენთ ყველაფერს, დავიბრუნებთ არხს. ანუ ჩვეულებრივი თემაა უკვე, მგონი YouTube-ს ყველაზე მეტად საპორტში ეგ შესდის, რომ არიქა არხი გამიტეხავს და მიშველეთ, ანუ ძალიან ჩვეულებრივი თემაა და სავარაუდოდ ბოტები ყავთ შეყრილი თავიანთ სტრიმებზე, მე მაგით იწერენ მონეტიზაციას და თავიანთ AdSense-ზე აბავენ ასე ვთქვათ, როგორც მე მივხვდი რა, ანუ სხვა ახსნა მაგას არ აქვს, ვისაც შეჭირდება ეგ, ხო? არც ფულს არ კბავენ, არც არაფერი, უბრალოდ არხს გიტეხავენ და არხს იტოვებენ, ანუ ვინც დაიკიდებს, გაატარებს და შეიძლება ათასობით არხი აქვს ეგეთი უკვე ვინც დაიკიდას და საპორტს არ მიწერა, საერთოდ უბრალოდ დაანება თავი. ასე დამგვარად სასტავ. ჩემი ბრალია, ჩემი სისულელის ბრალია, ყველას დიდი მადლობა კიდევ 114,000 გამომწერისთვის. იმედი მაქვს, რომ კარგ ზაფხულს გაატარებთ, იმედი მაქვს, რომ კარგად დაჯიგულად იქნებით. გამომხნევით კომენტარებში, ან მითხრეთ, რომ ბექა ეს რაკენი შედებილო და ხო, ნათლად ეგრეთ სადაც არ დამიწევთ მეწყინება. ხო, და კიდე ისე თქმა დამავიწყდა, ხა ვამონტაჟებდი ამ ვიდეოს და პარემ აქვე ვიტყვი რა. შევმთავაზეთ თამაშები, ცოტა დეფიციტში მაქვს კარგი თამაშები, მინდა რომ რამე ნორმალური გადავიღო. ან თუ გნებავთ რომ რაღაცა Roblox-ის blocks ფრუტი არა და რომელია კაცო, Dead Rails თუ რაღაცა რო არის ეგ მოსწონს ვონი დღესდღეობით ახალგაზრდობას და მოდი ვცდი მეთქი ვთქვი და მაგაზეც დამიწერთ კომენტარებში გადავიღოთ თუ არა. ხო, შევმთავაზეთ კარგი თამაშები, ვისაც რამე გინდათ იხილოთ ამ არხზე, ყველაფერს განვიხილავ, ყველა კომენტარს ვკითხულობ აბსოლუტურად. კომპანიებს მიმართავ რომ vlogging კამერა მჭირდება სასწრაფოდ. კარგი vlog-ის კამერა, რაც იქნება კარგი ხარისხის, 1.4K-ში რო გადაიღებს და პორტატული. სავარაუდოდ DJI Osmo Pocket 3-ზე მაქვს საუბარი, ხო? თუ Pocket 4 გამოსულია, არ ვიცი. მოკლედ, მომჭირდება ეგეთი vlogging კამერა. რადგან ძალიან მაგარი რაღაცა მექნება გადასაღები. ძალიან მაგარი რაღაცა მექნება გადასაღები მოკლედ. დაელოდეთ მაგასაც, არხზე ჩვეულებრივ ვაგზავნებთ მოღვაწეობას, პრობლემა არ არის, მალე აღდგება, ასე მგონია. ჩვენი მეორე არხიც და ხო, არ გაიმეოროთ ჩემი შეცდომა არავინ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ. ყველას უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის. ასევე მინდა მეუღლესთან ერთად დაგემოვნებების გადაღებაც შემთავაზეთ ან კომპანიები, ან კონკრეტული პროდუქცია, ან რაღაც ქვეყნების ტკბილეულები და მსგავსი რაღაცებიც ხარი არ შემთავაზოთ, იმიტომ რომ ომარას ვიდეოს მერე ცხარებს ვეღარ ავჭამ. იცით ალბათ რომ ვერ ვიდეოზე მაქვს საუბარი. და ხო, ომარა რო თავი გადაიპარსა ნახეთ, უხდება სხვათა შორის ომარ. გიხდება. სხვა მეტი ისეთი არაფერი საინტერესო არ ხდება მოკლედ ეს მინდა და სულ მეთქვა. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და კიდევ ბევრჯერ დიდი მადლობა 114,000 გამომწერისთვის. თვის ბოლომდე ავიდეთ 150,000-ზე. თვის ბოლომდე. რა ამბიციური ხარ ბექა მოკლედ გიждდები. წლის ბოლომდე. თუ შევძლებთ, ავიდეთ 150,000 გამომწერზე. ეს იქნება უდიდესი საახალწლო საჩუქარი ჩემთვის. ყველაზე მეტად ეგ მინდა წლის ბოლოს რომ დამხვდეს. 150,000 გამომწერი. გამოიწევთ არხი თუ ახალი ბრძანდებით, დაღალაიქეთ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ, ან დისლაიკი დატოვეთ. მეგრე გნახავთ შემდეგში. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას და